გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ჯერ კიდევ 30 წლის წინ ყველა იმ ადამიანს, ვინც საქართველოსთან ამერიკაში მუდმივ საცხოვრებლად გადადიოდა, შურით უყურებდი. მჯეროდა რომ იქ ისინი პირდაპირ მიწიერ სამოთხეში ხდებოდნენ და ამიერიდან მათ ძაღლს ბედი აღარ დაჰყებდა და ვისაც მწვანე პასპორტი, ანუ ამერიკის მოქალაქეობა უკვე ჰქონდა მიღებული, ის ჩემთვის ნახევრად უკვდავი იყო და რასაკვირველია მდიდარიც. დიახ, ახალგაზრდა და გამოუცდელი ვიყავი და მართლა მეგონა რომ როგორც კი ვინმე ამერიკის მიწაზე ფეხს ადგამდა, უმალ მდიდრდებოდა. და განა მარტო მე ვიყავი ასეთ ილუზიებში, ასე ფიქრობდა ბევრი ჩვენგანი. ახლა კი უკვე ვიცით რომ მთლად ასე არ ყოფილა საქმე. დღევანდელი გადაცემა მინდა მეუძღვნა საქართველოსთან წასულ იმ ადამიანებს, ვინც სამშობლოდან შორს იმყოფება, მაგრამ ჩვენზე უკეთ იციან თუ რა ხდება აქ. ერთ ამერიკელ ემიგრანტს პერიოდულად ვეკონტაქტები ხოლმე, რათა ჩემი ინფორმაციული თვალსაჩინო გავიფართოვო. ის ემიგრანტი, როგორც ჩვენი ემიგრანტების საკმაოდ დიდი რაოდენობა, სრულიად სხვა პლატფორმაზე დგას, ვიდრე მე და თქვენ. უსვამ მას კითხვებს და ყურადღებით ვისმენ პასუხებს. ვისმენ და ვიმახსოვრებ, რათა მე თქვენთან ერთად გავერკვე თუ რა ხდება იმ შორეულ ქვეყნებში ისეთი, რომ ამ ადამიანებს სრულიად სხვანაირი წარმოდგენა აქვს ჩვენთან არსებულ ვითარებაზე, ვიდრე ეს სინამდვილეშია. დიახ, უსმენ და არ ვეკამათები. ისიც ვიცი, რომ არავის უნდა ეკამათო, როდესაც ადამიანს არ ეკამათები, ის გაცილებით მეტად გიხსნის გულს და მეტსაც ამბობს. და კამათი რომ დაუწყო, ის კამათი მე შეიძლება ურთიერთ შეურაცხყოფაში გადაიზარდოს და ბილწ სიტყვაობითაც დასრულდეს. უნდა იმ ემიგრანტმა ნიშნის მოგებით მითხრა, რომ ამერიკაში 2024 წლის ქართულ არჩევნებში დიდი უმრავლესობით გვარამიას პარტიამ მოიგო. უთხარი ვამაყობ მეთქი თქვენით, ემიგრანტების დიდი ნაწილი ნაცები ყოფილხართ მეთქი. და ეს ისე ეწყინა, გამემუდა, ჩვენ ნაცები არ ვართო, ანუ ნაცობა, ასე ვთქვათ, უტყდება, მაგრამ გვარამიას კი გულშემატკივრობს. მეგობრებო, ადამიანი, რომელიც გვარამიას, ხოშტარიას, გირჩი ჯაფარიძეს, მელიას აძლევს ხმას, მიმტკიცებს, რომ ის ნაცი არაა. აბა ვინ ხარ მეთქი ვკითხე, გვარამია ნაცი არაა? არა, მიპასუხა, გვარამია ნაცი არაა. გვარამიას პარტიას ახალი ჰქვია და ესე იგი ის ნაცი კი არა, ის ახალია. და გეკითხებით, განა შეიძლება მათთან ამ თემაზე კამათი? რასაკვირველია, არა. ხო მეთქი მართალი ხარ, ეს როგორ გამომჩა რომ გვარამია ახალია და არა ნაცი. თავის დროზე ერთმა აქედან წასულმა ნიშნის მოგებით მითხრა, რომ ის იქიდან დიდი დასავლეთიდან უფრო კარგად ხედავს თუ რა ხდება აქ ჩვენთან, ჩვენს ტურფა ქვეყანაში. გამახსენდა ესენინის ლექსი лицом к лицу лица не увидать, большое видится на расстоянии. ანუ დიდი შორიდან უფრო კარგად ჩანს ვიდრე ახლოდან. ეს მათვის თქვი, ვისაც ჩეხოვისა და ტურგენევის ენა უკვე დავიწყებული აქვს. ხო და ჩვენგან დიდი ხნის წინ წასული ადამიანი იმ სიშორედან ფორმულას TV პირველისა და ნინო ჯანგირაშვილის თვალებით გვიყურებს და ჩვენზე და თქვენზე უკეთესად იცის თუ სადაა ძაღლის პატრონი დამარხული. ერთმა ისიც მითხრა, რომ აი ხომ ხედავ საქართველოს ფარგლებს გარეთ ყველგან ოპოზიციამ მოიგო, ესე იგი იქ არჩევნები არ გაყალბებულა, იქ ჭეშმარიტი შედეგი დაიდო. კითხე კი, მაგრამ იმ საელჩოებში, სადაც ხმის დათვლა მიდიოდა რა, ოცნებას გაყალბება რომ ნდომილოდა, ვერ გააყალბებდა? და ამაზე ვერაფერი მიპასუხა, რადგან ამაზე ჯერ არ ეფიქრა. შეიძლება ვკითხულობ თუ რატომ უჭერენ მხარს აქედან წასულები მიშას და ბოლომდე მაინც ვერ გარკვეულ ვარ თუ რატომ. ერთმა მოსკოველმა ქართველმა ისიც მითხრა, რომ მიშამ საქართველოს სინათლე მისცაო. ალბათ ასე წარმოედგინა და თქვა მიშამ იყოს ნათელი და იქნა ნათელი. რა გინდა უპასუხო ამას? არც არაფერი უპასუხე და ლაპარაკი ამინზე გადავიტანე და ამ თემაზე კი ყოველთვის გვაქვს კონსენსუსი, მშვიდობა და ჰარმონია. მეგობრებო, ჩემი ემიგრანტი ნაცნობები, ბრიყვები ნამდვილად არ არიან. მათ დიდი ცხოვრებისეული გზა გამოიარეს, ზოგმა
ბევრ წარმატებას მიაღწია კიდეც, ჯერ მწარეჭამეს კვლავ ტკბილიც. ასე რომ ეს ის ოლეოლა აკაც უკნი არ არიან, რომლებიც ცხოვრებას TikTok-ებიდან სწავლობენ. ნაცებისგანაც არც აქვთ რამე ხეირი, ამაში დარწმუნებული ვარ. ანუ სანიკიძეების ოჯახისებრნი არ არიან. მაშინ რატომ? რაშია საქმე? რა მოსწონთ ნაცებში? ნორმალურ ადამიანს როგორ შეიძლება მოეწონოს გვარამია? მე ახლა რასაკვირველია, გვარამიას პლაკატური გარეგნობა არ მაქვს ხედველობაში. მე მის ბნელ და ბოროტა შინაგან სამყაროზე ვლაპარაკობ. აი ესაა ჩემთვის საუკუნის კითხვა. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.